დღეს ახალი სტილით 22 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს მართალი ანას მიერ ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მუცლა დღების დღესასწაულს და მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ანას, სამუელ წინასწარმეტყველის დედას, წმინდა სოფრონის, კვიპრელ მთავარეპისკოპოსს, ღირს სტეფანე ახლად გაბრწყინვალებს. წმინდა ანა წინასწარმეტყველის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბიბლიის ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, პირველი მეფეთა. წმინდა ანა წინასწარმეტყველსა და მის მეუღლეს, ელკანას, დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ძალიან წუხდა ნეტარი ანა და უფალს გულმხურვალედ ევედრებოდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის. ელკანა მთელი სახლეული თურთ ადიოდა ტაძარსა უფლისასა, თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ მსხვერპლ შეწირვის დროს დარდისგან დამწუხრებული ანას კინიის წინ დაემხო. ფსალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილითა ტიროდა და აღუთქმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკეთ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა, ზედა მხევლისა შენისასა, მომიხსენო და მომცე თესლი მამაკაცისაი, მიცემით მიქცე წინაშე შენსა ვიდრე სიკვდიდ მდემისა. ღვინოიდა სათრობელი არასვას და რკინაი არა აღვიდეს თავსა მისსა. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა, მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა. ამის შემყურე ელი მღვდელმთავარმა იფიქრა, რომ წმინდა ანა ნასვამი იყო და უბრძანა, ტაძარს განშორებოდა. დამწუხრებულმა ქალმა თავისი სატკივარი გაანდო ღვთისმსახურს. ნუ ჰგონებ მხევალსა შენსა ასულთაგან უღირსთასა. რამე თუ მრავლითა ურვითა და სულ მოკლებითა ჭირისაითა დადნობილ ვარ აქ ამომდე. წმინდა ანას ურვის მიზეზი რომ შეიტყო ელი უფალს შეევედრა, შეესმინა ნეტარი დედაკაცის ვედრება, შემდეგ აკურთხა იგი და მშვიდობით განუტევა. წმინდა ანა გამხნევებული და იმედით აღსილი წამოვიდა ღვთის სახლიდან. ნუგეში მიეფინა მის სულს. უფალმა გულმხურვალე ვედრება შეისმინა და მალე ნეტარმა შვა ძე, რომელსაც დაარქვა სამუელი, რაც უფლისგან გამოთხოვილს ნიშნავს. უდიდესი მადლიერებითა და სიხარულით აღვსილმა მშობლებმა ძღვენი შესწირეს უფალს და რამდენიმე ხნის შემდეგ თავიანთი ძე აღთქმისაებრ ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმთავარმა დალოცა მართალი ანა, მან კი გახარებულმა უფალს სამადლობელი გალობა აღუვლინა, რომელშიც ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე წინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ღვთისმსათნო ცხოვრების, უდიდესი სიმშვიდის, მადლიერებისა და მოთმინებისთვის უფალმა კიდევ ბევრი სიხარული მიანიჭა თავის რჩეულს. წმინდა სამუელის შემდეგ ანა წინასწარმეტყველს კიდევ 3 ძე და 3 ასული შეეძინა. ნეტარი ღრმად მოხუცებული აღესრულა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.